გალერეა იარტი ნონა ჭანტურიას პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს. პიანისტი და მუსიკოსი ბოლო 15 წელია, რაც მხატვრობით დაინტერესდა. ემიგრაციაში მცხოვრებმა ხელოვან მოძრაობის განმავლობაში შექმნილი 60-მდე ნამუშევარი ქართულ დამთვალიერებელს პირველად წარუდგინა. შორნა კოპალიაშვილის რეპორტაჟი. გადავთვალე და 42 წელი ყოფილა, რაც ემიგრაციაში ვარ და დღე წუთი წამი არ გასულა მონატრების გარეშე. ეს მონატრება ნონა ჭანტურიამ ერთ დიდ გამოფენად აქცია. მხატვრობა 15 წელია მის ახალ პროფესიად იქცა. ნამუშევრებიც დაუგროვდა და სამშობლოში დაბრუნებულმა 60 ტილოს სახით დამთვალიერებელს პირველად გაუზიარა. მისი თითოეული ნახატი ნოსტალგიური გზავნილის მატარებელია. ქართველები ათვალიერებენ, საქართველოს ხედავენ და ვინც სხვა ქვეყნის წარმომადგენლები და ხელოვნების მოყვარულები ათვალიერებენ, რაღაცას თავისას პოულობენ თითოეულ ტილოში. პირველი პერსონალური გამოფენა სტამბოლში გამართა, შემდეგ იყო გერმანია. მართალია ბავშვობიდან ხატავდა, მაგრამ მისი პროფესიული ცხოვრება მუსიკას დაუკავშირა. პიანისტი მუსიკოსი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში თაობებს ზრდის და ახლა თბილისიდანაც ახერხებს მათთვის გამოცდილების გაზიარებას. კლავიშები ფუნჯმა პროფესიულად სწორედ სტამბოლში ყოფნისას ჩაანაცვლა. შევისწავლე ძირფესვიანად ხატვის ხელოვნება და ფერწერა ბატონ ერგუნ ბაშარის აკადემიაში. ყველაფერი მასწავლა და 4 წელი ვიყავი ასისტენტი. მე ვარ ძალიან ამაყი, ეს არის ბულგარელი წარმოშობის თურქი მხატვარი, რომელსაც სიცოცხლეშივე გაუხსნეს მუზეუმი. ასე გაჩნდა ვიოლინოს გასაღებად ქცეული ნონა ჭანტურიას ავტოგრაფი მხატვრობაში. თითქმის ყოველ დღე საათობით უთმობს დროს სტილოზე იმ ყველაფრის ასახვას, რაც უყვარს. მათ შორის არის ჯერ კიდევ შეუმშრალი საღებავებით დაუსრულებელი დედის პორტრეტი. სამშობლოში პირველი გამოფენა იარტ გალერეაში სწორედ დედას მიუძღვნა, სიმბოლური სახელწოდებით იები. ასოცირდება დედასთან, ასოცირდება სინაზესთან, მონატრებასთან, სევდასთან და უსასრულო სიყვარულთან დედის მიმართ. ეს ჩემი პირადი დამოკიდებულება არის, მაგრამ არ მგონია მარტო ჩემი პირადი დამოკიდებულება იყოს ისა და დედის მიმართ. განათლებით არის პიანისტი, მოღვაწეობდა ხელოვნების აკადემიაში სტამბოლში. მიუხედავად ამისა, მან რაღაცა ასაკში გადაწყვეტა, რომ დაეუფლოს მხატვრობას. აქ არის პორტრეტები, ცნობილი და საყვარელი მისი ოჯახის წევრების და მეგობრების, ასევე შესანიშნავი პეიზაჟები. მთლიანობაში გამოფენას დავარქვით ია, ვინაიდან მარტია. იარტ გალერეის საგამოფენო სივრცეში ნონა ჭანტურიას იები დამთვალიერებელს 9 მარტის ჩათვლით დახვდება.